შემოგვიერთდა ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა. დილამშვიდობის ქალბატონო მარინა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით. დილამშვიდობის. ქალბატონო მარინა, მარიხუანას შესახებ არსებობს ასეთი მითი, რომ თითქოს ის არის მსუბუქი ნარკოტიკი და თითქოს ზრდის შემოქმედებით უნარს. ანუ ადამიანები უფრო კარგად ხატავენ, უფრო კარგად წარმოისახავენ, წერენ მუსიკას და ასე შემდეგ, როდესაც არიან აი ამ ტიპის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. რა არის მარიხუანა სინამდვილეში და როგორ მოქმედებს ის ტვინზე? და რატომ უწოდებენ დავამატებ აქვე კარიბჭის ნარკოტიკს მას? ძალიან ესეთი საკამათო და საჭიროებო თემაა, სხვათა შორის თვითონ ნარკოლოგების წრეშიც კი ხშირად საკამათოა. საერთოდ მარიხუანა არ არის მსუბუქი ნარკოტიკი, აქედან დავიწყებ. არ არსებობს ესეთი დაყოფა მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი. ნარკოტიკი არის ყველა მძიმეს, თან ეხლა რაღაცა ნარკომანს აღარ ხმარობენ, ეს არის წამალდამოკიდებული ადამიანი, იმიტომ რომ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზეა ზოგადად ადამიანი ხდება დამოკიდებული და ეს არის გადადის დაავადებაში. რატომ ეძახიან ახლა მსუბუქ ნარკოტიკს? ეძახიან იმიტომ რომ ეს არის მოსაწევის საშუალება ხშირ შემთხვევაში. და რადგანაც არ არის დაკავშირებული ინექციასთან, რადგანაც თქვათ არის არსებობს ესეთი აზრი, რომ მიჩვევას არ იწვევს, ითვლება მსუბუქ ნარკოტიკად. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის საკმაოდ მძიმე საშუალება, რომელიც გახანგრძლივებული მოქმედების შემთხვევაში ბევრად უფრო მძიმე შედეგებს იძლევა, ვიდრე შესაძლებელია ოპიატები მაგალითად. ან და არაფრით არ ჩამოუვარდება, ასე ვიტყოდი. ეს ფსიქოდელიტური საშუალება არის, ეს რას ნიშნავს? ეს არის ჰალუცინოგენური ჰალუცინაციებს იწვევს. რატომ? როგორც უმეტესობა ფსიქოაქტიური ნივთიერება, მათი სამიზნე არის თავის ტვინის ლიმბური სისტემა. ლიმბური სისტემა გახლავთ ემოციების მაკონტროლებელი სისტემა თავის ტვინში. ანუ ჩვენი ემოცია პირობითად სუბსტრატის დონეზე კონტროლდება ლიმბური სისტემით და მთლიანად ამ ლიმბურ სისტემაში არის ეგრეთ წოდებული დამაჯილდოებელი სისტემა. ესე ქვია ამას. დამაჯილდოებელი სისტემა რას ნიშნავს? აქ გამოიყოფა სიამოვნების ჰორმონი, ეგრეთ წოდებული, გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც იწვევს სიამოვნებას. ან როდესაც რაღაცა სიამოვნებს, მაშინ ხდება ამ ნივთიერების ჩაღვრა სინაფსებში, ეგრეთ წოდებული დოპამინი, ასევე სეროტონინი, რომელიც ბუნება განწყობის ეს არის ინდიკატორი. და ხშირ შემთხვევაში, როდესაც რაც ნეირომედიატორები აღმოჩნდა წინა საუკუნის, თქვათ 50-ან 60-ან წლებში, ფსიქიატრიაში მოხდა გადატრიალება. იმიტომ რომ ყველა ის დაავადება, რაც ჩვენ გვსმენია, რასაკვირველია მათი ეტიოლოგია. შეიძლება ითქვას, რომ არავინ იცის, ანუ წარმოშობა, მაგრამ მექანიზმი უკვე გასაგებია, ანუ რა ხდება ამ დროს თავის ტვინში გასაგებია და თითოეული ნივთიერება კონცენტრაციის მიხედვით არის დაკავშირებული პირდაპირ ამა თუ იმ ფსიქიკურ მდგომარეობასთან. მაგალითად, იგივე დოპამინი, რომელიც არის თუ არის სიჭარბით, იგი იძლევა შიზოფრენიულ კლინიკას, თუ არის მცირდება იგი ამ ეგრეთ წოდებულ ნიგროსტრიალურ გზაზე, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, იწვევს პარკინსონალურ კანკალს და პარკინსონალური დაავადების მსგავს კლინიკას. ასევე სეროტონინი დიდი რაოდენობით აჟიტაციას, დაბალი რაოდენობით დეპრესიას და ასე შემდეგ. ესე იგი, თითოეული ნივთიერება ქცევის კონტროლის მოშლა და სხვა. ანუ შეღიმებული სახე ერთგვარად რაც შეეხება მარიხუანას, თვითონ მარიხუანას სამიზნე ქერქიც არის, ქერქვეშა ღრმა სტრუქტურებიც არის და ასევე არის ნათხემი, ეგრეთ წოდებული, რომელიც აკონტროლებს კოორდინაციას, აი სივრცეში კოორდინირებას. იმიტომ არის, რომ საჭესთან არ შეიძლება მაგ დროს ჯდომა, ეს არ არის ახლა უბრალო გაბრუება, ხო? და ემოციურ გაუწონასწორებლობას იწვევს, ხშირ შემთხვევაში იცინიან, მაგრამ მინდა გითხრათ ერთი რამე და ეს აუცილებლად მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ ეს ბიჭები, რომლებთანაც მე მაქვს ურთიერთობა, ყოველთვის მაგაზე აპელირებენ, რომ აი რას ვაშავებ, რა დავაშავე. აბა მაშინ არახს ვინც ვამს, იმაზე ილაპარაკეთ. სულ ასე ამბობენ. და იცით, ამაში არის სიმართლის რა არის, ახლა მე გეტყვით. ნარკო მომხმარებელი, რომელიც იყო წარსულში პირობითად
მაგალითად და იგი გადადის სასმელზე, ხშირ შემთხვევაში პათოლოგიური სიმთვრალე ეწყება მას და ისეთი პათოლოგიური, რომ შეიძლება ვიღაცას ერჩივნოს, რომ ისე დაუბრუნდეს იმას ვიდრე სხვას. მაგალითად ოჯახის წევრს. ოჯახის წევრს ხშირად ეთქვის, რომ არ მინდა ბატონო მოწიო მირჩევნია ისევ. იმიტომ რომ იშვიათად მარიხუანას მოწევის შემთხვევაში რომ იყოს აგრესია, ესეთი რომ თავზე ილეწავდეს რაღაცას. აქ ხდება რაღაცნაირად გარკვეულწილად მოდუნება, თავის გაბრუება, რაღაცა თავისთვის არის, მხიარულობს თავისთვის და ასე შემდეგ. ანუ რეალურად მათ მართლა უჭირთ გაგება, რომ რას ვაშავებ. და აი წარმოიდგინეთ ყოველდღიურად გახანგრძლივებული არყის მოხმარება რას გამოიწვევს ასევე галлюცინაციებს იწვევს ასევე თეთრი ცხელება ალბათ გაგიგიათ და არაფრით უკეთესი არ არის და იცით მართლაც ერთი არის ლეგალური მეორე არის არალეგალური ხო და რაღაცა კულტურალურადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთოდ ეთნოკულტურალურ ფესვებს ზოგადად ადამიანის, იმიტომ რომ ჩვენთვის ქართველებისთვის ბევრად უფრო მისაღები, მისაღები არა ფსიქოლოგიურად, არამედ ფიზიკურად, ჩვენი კუჭნაწლავისთვის, ჩვენი ფერმენტებისთვის, რომელიც ჩვენში არის ღვინო, რომელიც არის ჩვენი ტრადიციული მე არ ვლაპარაკობ ხა ორბოცა ღვინოზე და რაღაცა კასრებით სმაზე. აქ არის ლაპარაკი ღვინო დოზირებულად მიღებაზე. ის არის ძალიან სასარგებლო, ის წმენს სიზარღვებს, ის არის მართლა ჯანმრთელობისთვის გულსიზრდელი და მართლაც ახარებს ადამიანს. მაგრამ ახლა დიდი დოზით მოხმარება, ამას დამატებული ვთქვათ, იქ არევ-დარევა, იქ სპირტიანი სასმელები. ალკოჰოლს უმატებენ ხოლმე, ხშირ შემთხვევაში ქალბატონ მარინა, თქვენ გაქვთ ამ ადამიანებთან ურთიერთობა და დამიდასტურებთ ამას, ხო? რომ უფრო მეტი ან პირიქით ხშირია ხოლმე ნაბახუსებზე თითქოს აი გამოდიან, ხო, ამით. შედიან. ეხლა რითია საშიში, იცით ეს მარიხუანა ზოგ შემთხვევაში და არც თუ ისე იშვიათად იწვევს ჰაშიშური ფსიქოზი თუ გაგიგეთ. ესე იგი ეს არის აი ამას აი ბიჭები ეძახიან ჩარჩენილებს. ახლა ესეთი რო აი ჩარჩა. დიახ, გაგვიგია ხო ეს სკოლის პერიოდში რაღაც ჩარჩენილი რას ნიშნავს? ანუ უწია და ჩარჩა. ვისაც აქვს მოწყვლადობა, ანუ მიდრეკილება ფსიქოზისადმი, ანუ ნუ მოდით ესე ვთქვათ გენეტიკურად ან შიზოფრენია, რაღაცა დატვირთვა არის. ან თუნდაც დეპრესიულია? არა, უფრო ფსიქოტურია ეს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია პირველივე გასინჯვამაც კი ადამიანში გამოიწვიოს манифестირდეს ფსიქოზი. ანუ ეხა ყველას არ ემართება, რასაკვირველია ვინც ეწევა, მაგრამ ვისაც აქვს და ჩვენ ვიცით ჩვენი გენეტიკური, ვთქვათ, მოცემულობა არ ვიცით, ეხა რეალურად არავინ არ ვიცით, ვის რა მოცემულობა გვაქვს და შესაძლოა манифестირდეს და ძალიან სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს ეს ადამიანი, აი პირდაპირ მინდა გითხრათ, გაფართოებული გუგებით და ესეთი დარჩეს, ვთქვათ, ასე ვთქვათ, ორბიტიდან გასული დარჩეს და ძალიან ძნელი ხდება მისი შემოbrunება. ეს ახლა არ არის კიდევ ვიმეორებ სტატისტიკურად ძალიან დიდი ციფრი. მაგრამ ხდება ასეთი შემთხვევა. ამას განაპირობებს აუცილებლად მაინც გენეტიკა, ხო? არა, გენეტიკური ფაქტორი არის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი, რასაკვირველია და იმიტომ რომ იცით საერთოდ ეს ქცევა ეს არის მოდით ესე ვთქვათ, რა ქცევაა? ეს არის გაქცევა რეალობიდან, აი გაბუნდოვანება, რელაქსაცია, დასვენების და რელაქსაციისადმი მიდრეკილება. აი ზოგადად რადარა ტიპის სიამოვნები, ჩვენ ხო ყველა სიამოვნების მადევარი ვართ ადამიანებს, გვინდა ვისი. ახლა ვინ რითი იღებს სიამოვნებას, ეს სხვა თემაა. წიგნის კითხვით თუ პლაჟზე წოლით თუ ტელევიზორის ყურებით. ეს მაგრამ მეტნაკლებად ჩვენ ყველას გვინდა რომ სიამოვნება მივიღოთ. ახლა არავის არ გვინდა რომ რაღაცა თქვა სავარძელი გირჩევნია, რაღაცა გახრიგინებულს კამს, ხო? პირობითად რო ვთქვა და სიამოვნების რადარა ტიპები არსებობს. და ვინ რას ირჩევს? არსებობს პასიური სიამოვნება, არსებობს აქტიური სიამოვნება და არსებობს პასიურ-აქტიური სიამოვნება. ხა ეს რა არის? რა არის? პასიური სიამოვნების პირველი გამოცდილება ჩვენ გვაქვს მუცლად ყოფნის დროს, როდესაც წამოწოლილი ხარ, ჭიპლარით იღებ საჭმელ სასმელს, ხარ
დაცული უსაფრთხოდ, არაფერი არ გეკითხება და რაღაცა მიწაზე 60-ს ეძახიან აი ამ 9 თვეს ადამიანისთვის, ხო? ეს ყველა ჩვენთაგანს მოყვება, როგორც აი ძალიან სასიამოვნო და თუ შეგიმჩნევიათ აი სტრესის დროს ან დაღლილობის დროს ეს ემბრიონის ფორმა და აი ეს ამ პოზით წოლა არის ძალიან სასდა რელაქსაცია ადამიანისთვის ხშირ შემთხვევაში არის რაღაცა ძალიან დიდ სიამოვნებასთან და ბავშვობასთან დაბრუნება. არსებობს პასიური სიამოვნების მაგალითები. ეს არის აი სავარძელზე ჯდომა, პულტით ხელში, პლაჟზე წოლა, რომელიც თქვათ კოტრიალი და ასე შემდეგ, ну ასე კი რაღაცა დასვენებასთან, ფიზიკურ დასვენებასთან არის კავშირში. ხა აქტიური სიამოვნება გახლავთ მაგალითად ცხოვრებაში, ეს არის თხილამური, ეს არის ცურვა, ეს არის ცხენი, ცხენოსნობა და ასე როცა ადამიანი მოგზაურობა, რო ვერ ჩერდება, ხო? და ну პასიურ აქტიური ვთქვათ მე შეიძლება ვიждდეს სავარძელში და ვოცნებობდე რომ ცხენზე ვზივარ. ну თან პასიურად ვარ და თან იყო. ну რაღაცა ესეთი. ნარკოტიკებიც ასე ვთქვათ ფსიქოაქტიური ნივთიერებები ზუსტად ესე იყოფა ჯგუფება და ადამიანი იმის დამიხედვით რა ტიპია თვითონ და რა ტიპის სიამოვნება მოწონს ირჩევს იმ ნივთიერებას. უბრალოდ საქართველოში იმის გამო რომ არ არის ესეთი ხელმისაწვდომი ადვილად პოლინარკომანია გახლავთ დღეს საქართველოში, რაც ბევრად უფრო მძიმეა და მე მინდა ქართველი ნარკოლოგების სასარგებლოდ თქვა, რომ ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი ნარკოლოგები, მე ვიტყოდი, რომ ევროპაში და მსოფლიოში საუკეთესოები, ჯერთ იმიტომ, რომ აქ რო შეგხვდება შემთხვევა, ისეთი არ ხვდება არსად და იმიტომ და ამათი გამოყვანა ძალიან მძიმეა და მართლა ვირტუოზები არიან, მინდა გითხრათ და პოლინარკომანია რაში სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკს, ანუ სხვადასხვანაირი ზემოქმედების მქონე ნარკოტიკს ერთდროულად იღებენ და ამაში ხდება ეს უფრო დამანგრეველია ორგანიზმისთვის და ცნობიერების. იცით რა, მოდით ესე ვთქვათ, ყველაფერი აქ დადებითი გავლენა არ არსებობს. ეხლა მე არ მინდა იცით ჯერ გავაგრძელებ ამ სიამოვნების თემას და მე ეს ვარ დამავიწყდეს. და შესაბამისად მაგალითად ვისაც უყვარს უფრო პასიური სიამოვნება მისთვის აი ოპიატური ჯგუფის ნარკოტიკი არის ну ხავერდოვანი მდგომარეობა რომ ვთქვათ ეს მიიღებს ამას რომლის აი ფიზიკური ძალიან ადვილად შეატყობს ადამიანს გუგა ხდება ნემსის წვერივით აი ძალიან წვრილდება გუგები და ცარიელი ის არის აი თვალის ფერი რაც არის და ეს ადამიანი არის ესეთი არ მინდა ხა იმ ტერმინოლოგიით ვილაპარაკო, რასაც ამბობ, მაგრამ მოდუნებული ზის სავარძელში არის რაღაცა ესე თავი რო უვარდება და ხან ეძინება და ხან ასე. ადვილი გამოსაცნობია. დღეს არ არის ადვილი, იმიტომ რომ კიდე გიმეორებ პოლინარკომანია. ხო, ანუ ერთდროულად შეიძლება ვთქვათ სტიმულანტებიც და ოპიატებიც მიიღოს. ეხლა აქტიური სიამოვნების მოყვარულთათვის აი რაღაცნაირად ეს აქტივის არის სტიმულანტები, ეს ექსტაზი, რომელიც და ასე თქვა ამფეტამინები და ასე შემდეგ, რომლებიც აი ვთქვათ შეიძლება კოკაინი რომელიც ადამიანი რო იღებს 2-3 დღე გიჟივით დახტის დარბის ცეკვავს და რას აკეთებს ეს სინამდვილეში მთელ იმ რესურსს რაც აქვს მის უჯრედს მის ორგანიზმს იმას ხმარობს და ხარჯავს არ ეგონოს არავის რომ ამის მიღების შედეგად ის საშუალება აძლევს მას ზალას არა ზედმეტ ენერგიას არ გამოიმუშავებს ის კი არ გაძლევს შენ რაც გაქვს იმას მოიხმარ ეს არის დაახლოებით 1 კვირით რო იყო ტყეში და პირველ დღეს შეჭამო ყველაფერი რაც გაქვს წაღებული შეჭამე და მე აღარ გაქვს და მე გეწყება შიმშილი და მე ხდება და რომელიც საშინელ აგრესიას ისა დევნის მანიას და ასე შემდეგ ბევრ სხვა მსგავს ფსიქიკურ აშლილობას იწვევს და არის კიდევ ფსიქოდელიტური აი მარიხუანაზე რაც თქვი ეს გახლავთ ჰალუცინაციების მომგვრელი ხა ჰალუცინაციებთან საქმე ხშირად არის, იმიტომ რომ კიდე გიმეორებს ხშირად გვაქვს, იმიტომ რომ ეს გახლავთ ლიმბო-ესის სისტემა, ქერქქვეშ აღრმა სტრუქტურა, რომელშიც არის ჩვენი მეხსიერება, რომელშიც არის ჩვენი მადლიერება, რომელიც აკონტროლებს ჩვენს ქერქქვეშა მოტორიკას. ანუ რეალურად იმპულსური ქცევა, რასაც ქვია, ან ემოციის კონტროლი მთლიანად პრაქტიკულად აქ არის და ამის მორღვევა და მოშლა ხდება, ხო? და იგივე არის მე არ ჩამოვთვლი ახლა იმ საშუალებებს ახლა ვინც იცის და ვინც არ იცის ჯობი არ გაიგოს აი რომელიც იწვევს სინლად დამანგრეվել ჰალუცინაციებს პანიკურ შიშებს შედეგად მე ადევნების მანია და რა გინდა რომ არ დაემართოს ადამიანს ქაუტონ მარე თუ დაასრულეთ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ აი როდესაც გუშინ მოძღვარსაც ვკითხე როდესაც საუბრობენ ხოლმე აი ნარკოტიკებთან დაკავშირებით უფლებებზე და თქვენ იცით რომ არსებობს გარკვეული ჯგუფი რომელიც
ცდილობს შიგადაშიგ რაღაცა საპროტესტო აქციები სხვადასხვა ადგილას გამართოს, შემდეგ ამათ დაედევნებიან და ასე შემდეგ. ვიცით ახლა რაც ხდება ხოლმე და მათი ლოზუნგია რომ არ დაიჭირო, არ არის ეს ნარკოტიკი, მოგვეცი მოწევის უფლება და ასე შემდეგ რაღაცა თავიანთი ლოზუნგები აქვს. სად გადის ზღვარი ამ ადამიანების უფლებებსა თუ უფლებებს დავარქმევთ და იმ ბავშვების უფლებებს შორის, როდესაც ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს რომ მათ აქვთ უფლებები, აი მაპატიეთ მაგალითად ეხა ქოთანში ზრდის ეს მაგალითად გუშინაც მოვიყვანეს სახლში რამდენიმე ქოთანი თან სახლიდან თუ გავა შეიძლება დედას ან ბებიას დაუბაროს რომ წყალი დაუსხას ამ სახლში შვილები იზრდებიან მოჭრა გაახმო და მე მიაძახებს რომ ნიკუშ გადირა ცოტა ხანი ოთახიდან ამ ნიკუშამ ამ ყველაფერს უყურა ნუ მე დაბოლდებიან და ის ნიკუშა აქ ცხოვრობს ეხა არ ირღვევა ამ ბავშვის უფლებები რას ვაკეთებ ჩვენ ამ დროს ყავს მონდომებით ესეც აინტერესებს ხო აი რა მდგომარეობაში ვართ იცით რა არის ეს საკმაოდ რთული საკითხია მე ამ ბიჭებს რომლებიც დადიან და თქვათ აპროტესტებენ ბევრ რამეში ვეთანხმები იმაში რომ მათი დაჭერა საცოდაობა. ვეთანხმები აბსოლუტურად ადამიანი დაიჭირო და მე თვითონ ციხეში ვარ ნამუშევარი, გლდანის ციხეში შევდიოდი და მართლა ახლა 7-10 წელი მისე მარიხუანას მოწევისთვის მართვის მოწმობა ჩამორთმეული. უმეტესობა საქართველოში რითია დასაქმებული, აი გეკითხებით. ძღოლობა და დისტრიბუციაში ან რაღაც ისეთი რაც არის მანქანასთან დაკავშირებული და ამას ართმევს 3-4-5 წლით ზოგს ოჯახი ყავს და აბსოლუტურად სამართლიანად აპროტესტებენ თუ კი ვინც არ ახსვამს იმას უბრუნებთ ამ მართვის მოწმობას რაღაცა 6 თვეში თუ 3 თვეში მე რატო არ მიბრუნებ რას მერჩი ანუ ის რომ შემეშალა თქვათ შემეშალა ხო ჯერთი არავინ ნაკლებად თვლიან რომ შემეშალა მაგრამ თქვათ თუ ვთვლი რომ მე შემეშალა სახელმწიფო ხარ თუ ვინა ხარ რაღაცით ხო უნდა ადამიანს ხელი შეუწყო არა სამსახური არაფერი დედამიწაზე არ არის ამ ქვეყანაში ხო ერთადერთი მძღოლობა იმასაც ართმევ ნუ აი თან ეცით რა არის ეს კონტროლების შემთხვევაში ერთი თვის განმავლობაში შესაძლებელი ამოცნობილ იქნას თქვათ მარიხუანა ანუ ერთი თვის წინ რომ მოწიოს ადამიანმა მაგრამ შეიძლება შეიცავს ტეტრაჰიდროკანაბინოლს რომელიც არის შხამი რომელიც არის გააჩნია რა კონცენტრაციით არის რომ მიწაზეა მოყვანილი ავღანეთში სვანეთში თუ სად სხვადასხვანაირი კონცენტრაციით შედის სხვადასხვანაირი მოქმედება აქვს ზოგი არის ძალიან ძლიერი ზოგი არის ნაკლებად ძლიერი ეს ტეტრაჰიდროკანაბინოლი პრაქტიკულად მთელ ქერქში აქვს მას რეცეპტორები და მთლიანი გამფენა აქვს. ანუ მე რომ შემეძლოს მე გაჩვენოთ ახლა თავის ტვინში რა ხდება, ოპიატების დროს ნაკლები გამფენა აქვს ბევრად ვიდრე ტეტრაჰიდროკანაბინოლს, ანუ კანაბისის მოხმარების შემთხვევაში და გასაკვირველია ეს მე ისევ დაუბრუნდები რომ არ არის მსუბუქი ნარკოტიკი, თუმცა გახანგრძლივებული მოქმედების შედეგად ვხედავთ ხოლმე აი მის თქო დამანგრეველ მოქმედებას და ადამიანი კარგავს კრიტიკას. აი კრიტიკა რა არის? ლოთებსაც ემართებათ. აი თუ შეგიძლიათ ერთხელ დარეკა ჩვენთან ცხელხაზა ერთმა მამაკაცმა და თქვა რომ ისა 40 წელია ყოველდღე ვსვამო და ჯერ არ გავლოთებულ ვარო და სახში რას მერჩენ. 40 წელი თუ ყოველდღე ვსვამ და თუ თვლი რომ ჯერ არ გავლოთებულ ხარ, ესე იგი საერთოდ არ აქვს კრიტიკა ხო? და კრიტიკა როდეს კრიტიკას უკარგავს ეს. მადლიერებას უკარგავს. ყველა მვალშია ეს სიმპტომია ამ დაავადების თვითონ ამას ამბობენ რას ვაშავებ რას გიშავებ რას ვაშავებ აი ლეგალიზებაზე რომ არის ახლა ვთქვათ ამბავი არის ხო აყავს რა თქმა უნდა თავის დამცველებით მომხრეები და მათ აქვთ თავიანთი არგუმენტები და ასევე ისინი ვინც არ ემხრობიან ლეგალიზებას მათაც აქვთ თავიანთი არგუმენტები აი თუ არის მაგალითად კვლევები ამასთან დაკავშირებით ჩატარებული რა შეიძლება მოყვეს რეალურად ლეგალიზებას ახლა რატო იწვევენ რატო არის ამ ლეგალიზაციაზე ლაპარაკი იცით რაღაცა მართლა მითებია კი სხვაგან არსად თითქმის ესეთი რეპრესიული პოლიტიკა ჩვენ რო გვაქვს არსად თითქმის არ არის მართლაც და მე ხმამაღლა ვიტყვი ამას რომ ჩვენი სახელმწიფო ამ უბედური ადამიანების ჯარიმებით ავსებს ბიუჯეტს ეს იყო წინა ხელისუფლების დროს ეს არის ამ ხელისუფლების დროსაც და ეს არის საშინელება თუ კი შენ მას ფულს ართმევ ქემაინც ან სარეაბილიტაციო ცენტრი გააკეთე ან როგორც სხვა ქვეყნებშია დაეხმარე მას რაღაცა ჯგუფებში ატარე ან აიძულე რომ ამკურნალო ციხეში კი ნუ სვამ ამ ადამიანს მიხედე რომ იმ თუ კი დაავადებაა და თუ კი ახლა
თან კრიმინალია გასაგებია ახლა ეს ერთი მეორეს არ ნიშნავს, მაგრამ არც გამორიცხავს, შეიძლება ადამიანს საერთოდ არ იღებს არანაირ საშუალებას და კრიმინალი იყოს და პირიქით, ხო? და აი ეს ამის აღრევა ძალიან დიდ უსამართლობის განცდას იწვევს ადამიანში. იმიტომ რომ აი ჩემთვის ვთქვა, მკვლელი 7 წელი ზის და მეც გამაგებინე ახლა რა. ანუ ეს როდესაც დიდი რაოდენობით მარიხუანას აღმოუჩენენ. ანუ რაღაცა ეს დიდი რაოდენობა ძალიან პირობითია. ძალიან პირობითია ეს დიდი რაოდენობა. აი მაგალითად 0.00 და ბევრი 0 რაღაცა რო არის მძიმის მერე ჰეროინის აღმოჩენის შემთხვევაში 7-დან 14 წლამდეა და ახლა ცარიელი შპრიცებით დაუჭერიათ და ის რა ქვია ცარიელი იმით რა ქვია ამას პატარა ბოთლებით გლანგებს რო ეძახია. ანუ რეალურად ეს ადამიანები მართლა ძალიან დაჩაგრულები არიან და მათზე როგორც ადამიანებზე არავინ არ ფიქრობს. რაც შეეხება ხალე ლეგალიზაციას მე პირადად როგორც დედა როგორც აი თუნდაც მათი მეგობარი მე მათთვის ხშირად მithქვამს მე შეუძლებელია ამას როდის მე ხელი მოვაწერო იმიტომ რომ აქ არიან ბავშვები ნუ სულ იმას ითხოვენ რომ აკონტროლეთ და თუ შეიძლება გააკონტროლეთ და იცით რა არის აი ესე იქნება როგორც ჰოლანდიაში რომ აი ბევრი მოწევს ჯერ ბევრი დაიღუპება ბევრი მიიღებს ნარკოტიკს და მერე მოხდება გამოხშირვა ну, არ ვიცი, ახლა იცით რა არის, სხვათა შორის იმ ევროპულ ქვეყნებში ძირითადი მომხმარებლები არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ჩასულები. თვითონ ადგილობრივები ნაკლებად არის. ახლა მე ყოფილ ვარ რამ ევროპაშიც და იქ მინახავს, როგორ გადაჭრეს ეს პრობლემები, ძირითად ჩანაცვლებითი თერაპიები და ვერ გაყავდათ ბავშვები ეზოები ქუჩაში და ეზოებში, იგივე მაგალითად ფრანკფურტში ან ბერლინში გააკეთეს ცალკე ადგილები, სადაც ეს ამ ადამიანებს ლოკალიზება გაუკეთეს. ანუ იქ მიდიან რაღაცა აქტივობები აქვთ, იქ ფსიქოლოგებია ჩართული. აი ჩვენ გვინდოდა სხვათა შორის ერთ-ერთ მეუფესთან ერთად, ახლა უბრალოდ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მონასტერთან ახლოს იქნებოდა, არა მონასტერში. ეს მონასტერში წასვლაც რაღაცა ეს ბერიც ცოდოა, ხო? ადამიანია, ჩვენ გაგვექცა აქაურობას გაეცა და იქ უნდა ჩააკითხო შენი პრობლემებით, ხო? კიდე და ის ცოდოა ადამიანურად, მაგრამ ამ დიდი რესურსის გამოყენება ერთი მაპატიაც რესურსს, ხო? მონასტერი ამ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს, რომ იქიდან ვიღაცა დაეხმაროს ამ სარეაბილიტაციო ცენტრს, იგივე მოძღვარი ეს არაჩვეულებრივი იქნებოდა. ძალიან დიდი რაოდენობა, აი იგივე აფხაზეთიდან უამრავი ადამიანი ჩამოდის, იქ საერთოდ უკონტროლო რამე ხდება და თუ კი შესაძლებელი იქნებოდა რომ ამ ქვეყანაში რაღაცა გაკეთებულიყო ესეთი, სადაც სახელმწიფო და ეკლესია ერთად ითანამშრომლებს, იგივე ნარკოლოგები, არაჩვეულებრივი კიდევ ვიმეორებ, ასევე ფსიქოლოგები, ასევე ფსიქიატრები, მოძღვრებთან, არტ-თერაპევტებთან, ერგოთერაპევტებთან, ანუ შრომითი თერაპია ისრაელში არის არაჩვეულებრივად, მოყავთ უამრავი რამ, ფეხსაცმელებს კერავენ, რაღაც ანუ რეალურად ალტერნატივას თავაზობენ, ეს არ არის ის რომ თქვა დაიჭირო ან წაართვა მართვის მოწმობა და ეს ადამიანი ულუკმაპუროდ დატოვა პრაქტიკულად კრიმინალზე უშვებ, ხო იმას რა უნდა ქნას? ეს ძალიან რთული თემაა და იცით აქ თუმცა ერთი შეხედვით მაინც უნდა ითქვას, რომ აი 90-იან წლებთან შედარებით დღეს არის უკეთესი სიტუაცია. ასე ჩანს მაინც. ნუ იმ კუთხით მაინც რომ ნარკომანია აღარ არის რაღაცნაირად გაიდეალებული, სირცხვილად ითვლება საზოგადოების დიდი ნაწილში. მადლობა ამისთვის პატრიარქს და საპატრიარქოს მისმა იმდენად დიდი ავტორიტეტია საქართველოში მისი უწმინდესობა რომ მისმა ნათქვამმა მართლაც რაღაცა გადატრიალება მოახდინა. თუმცა მე ვიტყოდი რომ ახალგაზრდებში ეს ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკომანია არის ძალიან გავრცელებული, რაც ასევე სახელმწიფო დონეზე ჯერ ვერ არის მოგვარებული. ქალბატონო, ბოდიში თითქმის აღარ დაგვრჩა დრო და რადგან თქვენ ამით დაასრულეთ საუბარი, მინდა კითხოთ, აი მიმდინარეობს თუ არა ვთქვათ სახელმწიფო სტრუქტურებთან შეთანხმებით, იგივე ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, ნარკოლოგების ერთობლივი მუშაობა, რომ აი მსგავსი სახის სარეაბილიტაციო ცენტრებზე ფიქრი მაინც იყოს მომავალში, იმიტომ რომ თქვენ ასევე ბევრ საუბრობთ სხვადასხვა ტელეარხების საშუალებით, რომ არ შეიძლება ამ დაქცეულ ქვეყანაში კიდევ აქცევდეთ ადამიანების ცხოვრებას, მაგრამ არ იცვლება ის აგერ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩვენ ხვდებით ტოტალიზატორ იმას რა ქვია მაგას ანუ სათამაშო სივრცეებს და ცალკე თემა რომ ანუ არ იცვლება არაფერი აი რას ფიქრობთ შეიძლება რამე ამ საუბრებით
იცით რა არის? როდესაც კაზინო უნდა მეთქვა. ერთ რამეს ვიტყვი რა. მე პირადად ბევრჯერ მithkoms და გავიმეორებ. სახელმწიფო ან ოჯახი, რომელიც არის იმის იმედად, რომ პროსტიტუციით, იმით რა ქვია, იარაღის ან ნარკოტიკის ყიდვა გაყიდვით, ან კაზინოებით მის შვილებს რო აჭმევს პურს, ის მათ შეერგება, ძალიან ცდებიან. ამიტომ აი ეს მორალი და ზნეობა არის უპირველესი, რაც ადამიანის და სახელმწიფოსთვის უნდა იყოს საზრუნავი და შემირცხვენია ეგეთი ბიუჯეტი, თუ ამ უბედური ხალხის ფულით უნდა შეივსოს და თუ უნდა შეივსოს კაზინოდან მოსაკრებად. აი სწორედ ღირებულებებზე ვსაუბრობდით და რა გახდება, რა იქნება ჩვენი სახელმწიფოს გისურვებთ. ღირებულება ის განაპირობებს, რა თქმა უნდა, ჩვენს უკეთეს მომავალს. დიდი მადლობა, შევახსენოთ მაყურებელს, სტუდიაში საუბრობდა ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა.